მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მე ახლა ვიმყოფები პარიზში და რა თქმა უნდა გეტყვით თუ რატომ ვიმყოფები აქ. მოკლედ გუშინ ჩამოვედით პარიზში, წინ მელოდება სამდღიანი მედია კონფერენცია. მე როგორც ბიზნეს მედიის წარმომადგენელი ამ სტატუსით ვარ მოწვეული და მგონია რომ ძალიან საინტერესო 3 დღე მელოდება წინ. სწორედ აკორი არის ის კომპანია, რომელმაც დამპატიჟა ამ ბიზნეს ტრიპში. ოდნავ რაკურსის შეცვლა გადავწყვეტა, რადგან მზე ძალიან მიშლიდა ხელს. ახლა ვიმყოფები სასტუმრო პულმანში, რომელიც ჩვენც გვაქვს თბილისში და ეს არის აკორის ერთ-ერთი ფრენჩაიზი. საკმაოდ ბევრი სასტუმროებია, მოკლედ აკორის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული, მათ შორის იბისი, როგორც გითხარით, პულმანი, ასევე სვის ოტელი და ასე შემდეგ. მოკლედ ეს კომპანია ძალიან ბევრ სასტუმროების ქსელს ფლობს. აკორი არის საფრანგეთში დაფუძნებული კომპანია, შესაბამისად უნდა გავიცნოთ მათი ლოკალურ ფრანგი წარმომადგენლები და დღეს როგორც ვიცი გვექნება ლანჩი უშუალოდ მათ ბრენდ პრეზიდენტთან და ასევე ფინანსური და მარკეტინგის მიმართულებით რამდენიმე ადამიანთან გვექნება შეხვედრა. წინ ასევე გველოდება დღეს რამდენიმე ძალიან საინტერესო ვორქშოპი, ასევე დღესვე დაგეგმილია პირველი პრეს-კონფერენცია. მგონია რომ დღის მანძილზე ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს გავიცნობ. ჩემი დღევანდელი ლუკი გამოიყურება აი ასე. ჩემს სუპერ ფეხსაცმელებს თუ არ ჩავთვლით. ასხოთ შორის დრეს კოდი გვაქვს და იკრძალება ძალიან ოფიციალური ტანსაცმელი, ანუ business casual არის მისაღები. შესაბამისად მგონია რომ აი ეს ლუკი ძალიან მისაღებია დღევანდელი დღისთვის. თბილისიდან წამოვიღე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შენაძენი ბოლო დროის, რომელიც მინდა რომ ახლა აუცილებლად განახოთ. შეხედეთ როგორი სილამაზეა. მინდა რომ აუცილებლად მოვირგო და იქნებ მოვახერხო ამაზე ფოტოების გადაღება პარიზში ამ პიჯაკში. არ მგონია ეს ჩვენს დრეს კოდს მოერგოს და უშუალოდ კონფერენციაზე, რა თქმა უნდა, ამის ჩაცმას ვერ შევძლებ. ნუ მაქსიმუმ დინერზე შეიძლება მოვირგო. დამეთანხმებით ალბათ რომ ულამაზესია, თან ზუსტად ჩემი სტილია. ძალიან მიყვარს აი ასეთი მაღალი მხრები. ალბათ მეტყობა კიდეც, იმიტომ რომ ახლაც მსგავსი რამ მაცვია. არ ვიცი სახეზე და საუბარზე რამდენად მეტყობა, მაგრამ შეიძლება შეამჩნიეთ, რომ სულ რაღაც 10 წუთია, რაც გავიღვიძე. ეგრევე გავემზადე და კამერა ავიღე ხელში. ახლა უნდა ჩავიდეთ საუსმეზე აუცილებლად, იმიტომ რომ ჩემი დღე წარმოუდგენელია საუსმის გარეშე და შემდეგ უკვე გადავალთ დღის ოფიციალურ და მთავარ ნაწილზე. თქვენც ჩემთან ერთად იქნებით, რა თქმა უნდა. დაუბრუნდი მეგობრებო, ბრეიკი გვაქვს, ამიტომ გადავწყვეტე ოთახში ამოსულიყავი და ვიფიქრე ცოტას დავისვენებდი. ძალიან საინტერესო კინოთი მოვისმინეთ, უშუალოდ აკორის ბრენდ პრეზიდენტისგან, რომელიც გვესაუბრებოდა იმ ძირითად მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ლაინებზე, ესე რომ ვთქვათ, რომლებსაც აკორი და კონკრეტულად პულმანი იყენებს მომხმარებელთან კომუნიკაციისას. და მგონია რომ ძალიან განსაკუთრებულია, როდესაც ეს ყველაფერი გესმის სწორედ იმ ადამიანისგან, რომელიც აი ამ უზარმაზარი ბრენდის უკან დგას და უშუალოდ თვითონ უძღვება ამ ყველაფერს. ყოველ შემოსვლაზე მუდმივად საჩუქრები მხვდება ხოლმე ოთახში და აი ახლა ამ ჯერზე რა დამხვდა, განახებთ აუცილებლად. აი ეს უსაყვარლესი პატარა მინიატურული შახდონე, რომელსაც არ გავხსნი და აუცილებლად სამახსოვროდ შევინახავ. ურიაჟის თერმული წყალი, რომელიც თან გაგრილებაში მეხმარება და თან იდეალურია ჩვენი სახის კანისთვის.
ასევე ადგილობრივი წარმოების სუნამოები, 3 სახის სუნამო გვაქვს სხვადასხვა ნოტებით. ეს არის 702 ნომერი და ეს სურნელი არის ჩემი ფავორიტი, რომელიც არის ლავანდის ნოტებით. ეჭვიც არ მეპარება, რომ სამივე მათგანი ძალიან მდგრადი იქნება და მთელი დღის მანძილზე გამყვება. ბლოკნოტი და კალამი იმისათვის, რომ ჩვენი გულწრფელი შთაბეჭდილებები დავიტანოთ შიგნით და შემდეგ აუცილებლად წაიკითხავენ. ასევე იმისათვის, რომ 7 და კარგი ძილი გქონდეს, აი ეს იცით ალბათ რამდენად სასიამოვნოა და როლონი, რომელიც ძალიან მიყვარს და სხვათა შორის საქართველოში ვერასდროს ვერ ვიპოვე ქართულ აფთიაქებში. ეს არის საცხი, რომელიც ძილის წინ უნდა წაისვა აი ამ ნაწილებში და ასევე შეგიძლია უშუალოდ აი აქაც წაისვა და მოკლედ სუნი არის სუპერ დამამშვიდებელი და უზრუნველყოფს შენს მშვიდ და ღრმა ძილს. ამასობაში მუშაობაც მოვასწარი, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ჩავხურე, რომელიც ძალიან მადარდებდა და მინდოდა რომ აუცილებლად მომეგვარებინა. ამოიწურა ჩემი ბრეიქის დრო, ახლა უნდა ჩავიდე ქვევით. პირველ რიგში გვექნება ლანჩი და შემდეგ კვლავ პრეს-კონფერენცია. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არის ჩემი პირველი საქმიანი მოგზაურობა, შესაბამისად ნამდვილად განსაკუთრებულ ექსპერიენსად დარჩება ჩემს გონებაში. ცხადია, ტრიპი სრულად იყო დაფინანსებული აკორ ჯგუფის და პულმანის მიერ. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, თუ გსურთ რომ დაგეგმოთ საქმიანი ტრიპი, ან უბრალოდ გსურთ რომ რამდენიმე დღე გამოყოთ დასასვენებლად, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ Expedia-ს პლატფორმა. დღეს პარიზში ყოფნის ოფიციალური მეორე დღეა. მოგესალმებით. დღევანდელი პრეს-კონფერენცია დილიდანვე დაიწყო მეგობრებო. ახლა დავბრუნდი ბრანჩიდან და თან ბრანჩი გვქონდა, თან ვისმენდით სპიკერების გამოსვლებს და ასეთი ფორმატის ღონისძიება სხვათა შორის აქამდე ჯერჯერობით არ ყოფილა. და ძალიან საინტერესო იყო და ასევე სუპერ ინტერაქტიული. გუშინ გავიცანი სხვათა შორის ჟურნალ ელეს წარმომადგენელი, deputy editor, მისი რეგალია არის ესე მოკლედ ჟურნალისტია, თუმცა ქართულად ზუსტად ვერ გეტყვით როგორ ითარგმნება ეს რეგალიე. რომ წარმოიდგინოთ, ეს არის ადამიანი, რომელიც chief editor-ამდე, ანუ მთავარ რედაქტორამდე მუშაობს სტატიებზე. ასევე გავიცანი ჟურნალისტი ჟურნალ ეკონომისტიდან და ძალიან გამიხარდა სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი ვისაუბრეთ და ძალიან საინტერესო აზრები გავცვალეთ ერთმანეთში. შეიძლება ბევრი ისეთი რამ იწერებოდეს მათი მხრიდან, რასაც ხანდახან არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც საინტერესო იყო უშუალოდ იმ ადამიანის გაცნობა ამ ჟურნალიდან, რომელიც უშუალოდ ამ ყველაფრის შემოქმედია. და თან, ეკონომისტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედიაა. დღეს გქონდა სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო ვორქშოპიც და მინდა აუცილებლად ჩემი ნამუშევარი გაგიზიაროთ. მგონი ბავშვობის შემდეგ მსგავსი არაფერი გამიკეთებია. შეხედეთ. ეს არის ისეთი ნივთი, რომელიც სამახსოვროდ დამრჩება ძალიან დიდხანს. შეხედეთ როგორი cool artwork-ია. ეს არის მთლიანად ჩემი შემოქმედება. გავიცანი იჩი, რომელიც აი ამ ყველაფრის გაკეთებაში დამეხმარა. იჩი არის ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერი, რომელიც მუშაობს წამყვანი ჟურნალების ესე რომ ვთქვათ, ვიზუალურ ნაწილზე და ეს ჟურნალებია Vogue, ეკონომისტი, ელე. მასთან მუშაობა და მთელი ეს პროცესი, აი ამ ყველაფრის შექმნის პროცესი იყო ძალიან საინტერესო. პრინციპში ეს ვორქშოპი მთელი შინაარსით თქვენთან პროფესიულად რა თქმა უნდა არანაირ კავშირში არ არის, მაგრამ იმისათვის რომ უფრო მეტად დავრელაქსებულიყავით, ესე რომ ვთქვათ და დაგვესვენა, მოგვიწყვეს მოკლედ შემოქმედების ესე რომ ვთქვათ 2 საათი და სხვათა შორის თავიდან არ მინდოდა წასვლა ამ ვორქშოპზე, მაგრამ შემდეგ უკვე როდესაც პროცესში ჩავები, ძალიან გამიხარდა, ძალიან მადლიერი ვიყავი საკუთარი თავის, რომ არ დავრჩი ოთახში უბრალოდ დასასვენებლად და ამ მთელი პროცესის ნაწილი გავხდი. თბილისში როცა ჩავალ, აი ამას რა თქმა უნდა აუცილებლად ჩარჩოში მოვათავსებ. ძალიან ბევრი უძველესი ჟურნალები მოგვცეს.
საიდანაც შეგვეძლო რომ ამოგვეჭრა ჩვენთვის სასურველი საინტერესო დიზაინები, ესე რომ ვთქვათ. აქ არის მაგალითად Paris Match, ხედავთ ალბათ ასევე Louis Me-14, რომელიც ამოვიღე Match Paris-ის ჟურნალიდან უშუალოდ და დამეთანხმებით ალბათ რომ Louis Me-14-ის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია პარიზი და სხვათა შორის ინგლისურად Louis Me-14-ის მოიხსენიებენ როგორც Louis 14th Star, Superstar, უბრალოდ მაშინვე ძალიან გამეღიმა, გამეცინა, როცა ეს ნახე და გადავწყვიტე რომ აუცილებლად ჩემს ბორდზე უნდა მოხვედრილიყო. ასევე IS chic and sexy ხედავთ ალბათ აწერია და პრინციპში ყველაფერი რაც აქ ამოღებულია უკავშირდება უშუალოდ ჩემს personality-ს და აი მაგალითად აი ეს ავეჯიც სავარძელი, ასევე ჩემთან არის კავშირში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და მგონია რომ როდესაც უშუალოდ ჩემი საკუთარი სახლი მექნება აუცილებლად აი ასეთი მსგავსი პრინტის სავარძელი მექნება. ასევე ძალიან მიყვარს საათები, ალბათ შეამჩნიეთ, ახლაც კი საათი მიკეთია. ეს არ არის Rolex-ი, ეს არის Tissot-ი, თუმცა Rolex-ის დიზაინი ვნახე ჟურნალში შესაბამისად ამოვიღე და ჩავსვი. Pullman-ი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა ვიმყოფებით Pullman-ში, ესეც ამოვჭერი და ჩავსვი. აქ გვყავს ოდრი, ასევე შემხვდა შამპანიურის ბოთლი და ამოვჭერი, იმიტომ რომ ეს ასოცირდება ძალიან ბევრ საოცარ კარგ მოგონებასთან ჩემთვის. აქვე გვაქვს პატარა solar სისტემა, მზე, კოსმოსი, ასე შემდეგ. და მოკლედ საბოლოო ჯამში აი ასეთი გამოვიდა ჩემი ნამუშევარი. უკან ხელით მოვაწერინე იჩის და სამახსოვროდ მოკლედ მივაწერე რაღაცეები. დამავიწყდა თქვენთვის მეჩვენებინა, ასევე იჩი ნება დამრთო რომ აი ეს წამომეღო. ეს გარეკანი არის Paris Match-ის 1970 წლის გამოცემა მეგობრებო. ძალიან მომწონს, ამასაც აუცილებლად ჩარჩოში მოვათავსებ და სამახსოვროდ მექნება. როგორც კი შევხვდით აკორის და პულმანის წარმოადგენლებს, მაშინვე დაგვყვეს ჯგუფებად, იმისათვის რომ პირველი სესია გქონოდა, სადაც უშუალოდ ერთმანეთს გავიცნობდით და ესე რომ ვთქვათ, ice breaking-ი მოხდებოდა. რამდენიმე სესიებზე ვიყავით გადანაწილებულები, მედიის წარმოადგენლები. მე მოვხვდი სესიაში, რომელსაც ქვია System Thinking, ყავდა ძალიან საინტერესო სპიკერი, Laura. გვესაუბრებოდა ზოგადად იმაზე თუ რა არის System Thinking. და ეს ადამიანი არის სისტემური აზროვნების სპეციალისტი. ძალიან ბევრი ახალი რამ დავიჭირე და ვისწავლე, მათ შორის საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ რომ მქონდა ისეთი სავარჯიშოები, სადაც უფრო მეტად კოუჩინგის ელემენტები იყო ჩართული. ბოლოს, დაახლოებით 20 ადამიანი, ვინც ვიყავით ამ სესიაზე, აგვიყვანეს პულმანის ყველაზე ბოლო სართულზე და ყველაზე ბოლო ოთახში, სადაც გვაჩვენეს თუ როგორ ალაგებენ იქაურობას ჰაუსკიპერები. და ამ ყველაფრის, ესე რომ ვთქვათ, მორალი და დასკვნა ის იყო, რომ ჩვენს მიღმა ძალიან ბევრი ისეთი რამ ხდება, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ კეთდება, თუმცა ჩვენ ამას საკუთარი თვალებით ვერ ვამჩნევთ ხოლმე ყოველდღიურობაში. მოკლედ ამ სესიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის ამბავი, რომ აუცილებლად მადლიერები უნდა ვიყოთ თითოეული დღის, თითოეული წამის და თითოეული იმ ადამიანის, რომელიც ჩვენ საკეთილდღეოდ ზურგს უკან აკეთებს იმ რაღაცეებს, რასაც შეიძლება ყოველდღიურობაში ვერ ვხედავდეთ და ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ hospitality სფეროში მუშაობენ. აი ახლა ნამდვილად დროა ჩავიდა ქვევით, პრესკონფერენციის მეორე ნაწილი იწყება. საღამოს მივდივართ ვახშამზე და ხვალ უკვე გაფრენის დღეა. ვახშამი გვექნება პარიზის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რესტორანში და სხვათა შორის Instagram-ზე ვაფოლოვებდი ამ რესტორანს და ძალიან მაღალი მოლოდინები მაქვს მოკლედ ამ რესტორნისგან და ვნახოთ როგორი იქნება. წავედით, ჩავიდეთ. Hi. Hi, Naka. Hi.
დავიწერით აეროპორტისკენ, მოგვაკითხე ტრანსფერმა. ძალიან დიდი საცობებია და იმედი მაქვს, რომ დროულად მივვალთ ადგილზე. თან აუცილებლად ადგილზე უნდა გავიაროთ ჩეკინი, იმიტომ რომ სამწუხაროდ პატარა პრობლემები შეიქმნა ონლაინ ჩეკინთან დაკავშირებით. ბრუნდებით თბილისში, უბრუნდებით რუტინას. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ამ 3 დღის მანძილზე ბოლომდე გამოთიშული, ესე რომ ვთქვა, ჩემი რუტინიდან არც ვყოფილვარ, იმიტომ რომ კონფერენციის პარალელურად მიწევდა ხოლმე მუშაობა, მეილების შემოწმება, პასუხი, WhatsApp-ზე კომუნიკაცია ჩვენს რამდენიმე პარტნიორთან და ასე შემდეგ. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენი ძვირფასი დრო დამითმეთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დატვირთული 3 დღე გამოვიდა, ცხადია მაინც უზომოდ მადლობელი ვარ ამ გამოცდილების და როგორც დაგკვირდით, წინ კიდევ ბევრი საინტერესო მოგზაურობა გველოდება. დროებით!